აბა ხო, დღეს საინტერესო გადაცემა გველოდება, ბევრს ვიცინებთ, ბევრს ვიხალისებთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან ტყუპები იქნებიან სტუმრად. დიახ, სტუმრად ბევრი ტყუპი გვეყოლება, დიდები და პატარები და გართობასთან ერთად მათზე ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ. და პირველად, ბასტი ბუბუს უბანში რეპერი ლექსენი გვესტუმრება. შეიკრიბეთ ოჯახურად იმედის არხზე, თავდაყირა იწყება. ბაბილინა რა კარგი იქნებოდა მე რო ტყუპის სალი მყავდეს ზუსტად ჩემნაირი მაგარი იქნებოდა მეც მიფიქრია მაგაზე სხვათა შორის აი ორი რო ვიყო ერთი იქნებოდა სახლში ბავშვებთან მეორე იქნებოდა სამსახურში ერთი წავიდოდი ბაზარში მეორე გადაცემას წავიყვანდი და ყველაფერს მოვასწრებდი არა ეგ კარგია მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ორი ბაბილინა იქნება მაგრამ თუ კი ყავს და ტყუპის სალი მაშინ მას თავისი გადაცემაც ექნებოდა და ოჯახიც ასე რომ დიდი შეღავათი ვერ არის ხო მაგრამ ძალიან თუ მე მგვანებოდა ხა ვინ გაიგებდა აქ ის ბაბილინა დგას თუ მე ვდგავარ პრინციპი მართალია ხა თუ ძალიან გავს შენ ტყუპის სალი რა მნიშვნელობა აქვს მაყურებლისთვის ან ჩემთვის ვინ დგება აქ ბაბილინა თუ შენ ტყუპის სალი მართლა? ესე მაგაზე არ მიფიქრია, ხო იცი, ცოტა ვიეჭვიანე ხო? ისე ჩვენი გადაცემის თემა არის ტყუპის სალები და დღეს ჩვენ სტუდიას ტყუპები თავდაყირა დააყენებენ. დიახ, ტყუპები სცენაზე და ტყუპები ეკრანზე. გიჟდებით ხომებზე? ოტე, მოგწონს კოტე? არიკა სტუმარია, დახვდით? სტუმარიაო, სტუმარი მობძანდი, სულაგაურები, მოგესალმებით. აუ, რა მაგარია, ორივე ერთად არ მინახი ხართ. არა, შენ მინახი ხარ, შენ უცეც ვიცოდი მსმენია, მაგრამ პირველად გნახეთ ერთად. აუ, რა მაგარია? სულაგაურები, საიდან მოხვედით აქ? ჩვენ მამალი კოტეს მოწვევით, მობძანდით ჩემ კოტე. ოჩა, კოლეგა, ოჩა. ჩვენ ხوار ტყუპები. ხო. მოდი ჩვენ კოტეს ტყუპის სას დავხატოთ. ზოგს რა ბედი აქვს წარმოგიდგენთ. მოდი მოვაწყოთ მაშინ ახაურობა. უნდა მოვაწყოთ. მე მოვიტან. აბა მოიტან. ისე როგორ მოგწონთ ჩვენი სტუდია? ძალიან მაგარია. 5-იანზე, თუ ეხლა 10-იანი. ორა გეთი. ერთი შეხედე რა, სხვადასხვა ხელით ხატავენ. ხო. ერთმანეთს ააყუშ. ეს ცაცია. ეს თავიდან ხელით.
გამოკვეთილად ერთი ცაცია კი, მოგწონდათ ბავშვობაში ერთნაირად რო გაცმევდნენ ან გეცვათ, იმიტომ რომ ახლა ერთნაირად გაცმევთ. ეხლა ცოტა ხომ უნდა გავდეთ, იმიტომ რომ წერ სიპარსას ხანდახან მეც კი მეშლება. ბიჭო, რომელი ხარ, ზალიკო ხარ თუ ზურიკო მეუბნები ხოლმე რა. შენ თავში გეშლება ხოლმე, ხო? ხანდახან მეც მეშლება. მოგწონდა რა, არ გიждდებოდი, ან ვერ ვაცნობიერებდით. უბრალოდ ან სხვა გზა არ ქონდა, ეგეთ. არა, სხვა გზა ერთია და საინტერესოა რაღაცნაირად გამორჩეული რო ხარ. ყველას ხო არ ყავს ტყუპის ცალი, ხო? ნამდვილად. ისე უფროსი რომელი ხართ? მე ვარ 7 წუთით. 7 წუთით, იმიტომ ხარ წვერებში შენ. უფროსი. ხო, ცოტა დიც ხომ დავგავდი. მაგიტო. ამ დროს ალბათ ეს უნდა ყოფილიყო პირველი, იმიტომ რომ მითხრა რომ თქვენ შემდეგ თავაზიანი ადამიანი, თქვენ შემდეგ. გზა დაუთმიას. ტყუპებმა იციან ხოლმე რაც ადგილებს რო კურიოზები ტყუპების კი, არის რამე საინტერესო ისტორია. რამდენიც გაგიხსენებ. ყველა ტყუპს ერთ გაკვეთის სწავლობდი მე, მეორე გაკვეთის ეს. და ხო გვიძახებდნენ დავშეთ მე ვიცი და ზურიკო გამოდი დაფასთან მე ვიყავი ზურიკო გავიდოდი. და ერთმა მასწავლებელმა დაამოღამა და აბა სულაკაურები ორივე გამოდით დაფასთან. ვაიმე გავედით. ეხლა მე ვიცი, დავშეთ ამან არის ეს ზოგადად ყვები რა. არ დავასახელებ რომელ მასწავლებელზე ელაპარაკი. ხო და ხო მოვყევი. და ერთი წამით გაიხედა მასწავლებელმა იქ. თუ უცებ გაცვალეთ ადგილები. ოპ შეიცვალე მე. მეორეჯერ მოყვა. ეხლა რას ვიდა, ეხლა ვერ გავცვლით, მე ყველა გაგარჩა. ესე უცებ წორს ვერ გაიპარსავს. ისე ვერ გარჩევდნენ, ხო? სკოლაში. იყო ეგეთი. ვინ გარჩევდათ, მითხარ? მხოლოდ გვარჩევდა დედა, ეხლაც გვარჩევს, ეხლა დედა კი ყველა გვარჩევს. დედა და და. დააჩენ ყველას, მამაჩემს ეხლაც ვეშლები. ჯარში ცეცეთ სახურობთ არა? იმ დასაწვავ რუსის ჯარში ვიყავით ჩვენ, მაშინ. ეხლა ზურიკომაც მოყვეს რა, ზალიკო. ხო, არ ვიცი. ხო და არა, ეს გაკვეთილი იმანიცის ზალიკომ და ზალიკო მაგიდა გავიცვლით. რუსის ჯარში საინტერესო იმით იყო, რომ მაშინ ეხლა წვერი არ შეიძლებოდა რუსის ჯარში, საერთოდ ჯარში წვერი არ შეიძლებოდა, ამიტომ გავდით, როცა წვერი არ აქვს ზალიკოს გაპარსული აქვს, ის გაკვეთილების სწავლა არაა საჭირო. და იქ რა ვიცვლებოდით, რომ ერთმანეთის რაღაცა საქმეს ერთმანეთის ნაცვლად ვაკეთებდით, ვატყუებდით ასე ვთქვათ იმ ოფიცრებს, ოდიოდით ასე ვთქვათ. თუ ადვილად ორი ადამიანი აკეთებდა ერთის საქმეს, გესმის და ნახევარად და ისინი მაინც ვერ იგებდნენ. კარგადაც აკეთებდნენ. და მით უმეტეს ერთნაირები იმიტომ გვეცვა, რომ ფორმები ყველა ერთნაირია ჯარში და ამიტომ უფრო მეტად ვერ გვარჩევდნენ, იყო ეგეთი. თავად ერთად ხდებით ხოლმე? უი, რა საინტერესო კითხვა. სკოლაში დავუშვათ მე გავხდი ავად და არ წავედი სკოლაში, ხო? ეს მიდიოდა ეს რომ მიდიოდა, არა, უხარულდა. რა გიხარია შეგაიკეთე სკოლაში? არა, უხარდა ის რომ ხვალ თუ ზეგ 100%-იანი დარწმუნებული იყო, ზუსტად იგივე სიცხე იქნებოდა და წავოდებოდა და ეს უხარულდა. ზეიმობდა სკოლის გაცდენას, არა? ვის გაუბედი? არა. ეგეთ ხშირდება ერთი, საერთოდ ხშირდება. ხო, ეგ ნორმალურია რომ ხშირდეს ადამიანს. ხო, მაგრამ ერთნაირ გეუბნება გვაქვს იმ გაგებით რომ დაახლოებით ერთნაირი საჭმელები გვიყვარს. კაი მწვადი შენ ხარ ჩემი ბატონი. ხინკალი თუ შევიორთ ახლა ხინკალი ვარ გიყვარდეს. ჩათვალე რომ მეც თქვენ ტყუპის სალი ვარ იმ დროს. და რამდენი ტყუპის სალი მყავს კიდე ხო წარმოგიდგენ მწვადი რო გვყავს და კაი ხინკალი. უფ, რა კარგია. ერთად ცხოვრობთ? ხა არა, ჩვენ ადრე ცხოვრობთ და ერთად. ორივე დაოჯახებული ვივართ, ორივე შვილები ყავს. ცოლ შვილი უგაცრავს და ჩვენი შვილები თავიდან ეხლა პატარები რო იყვნენ, ეხლა წამოიზარდნენ, ცოტა უკვე გონზე მოვიდნენ. ორი მამა ყავდათ. აბა მამა რომელია? მამა რომელია? პატარები როცა. მეორე მამა, მეორე ეს სასაცილო. და თქვენი შვილები გვანან ერთმანეთს? სხვათა შორის არიან ტყუპები? ამისი უფროსი ბიჭი და ჩემი გოგო თითქმის ტყუპებივით არიან. უფრო ასაკით არის განსხვავება, ის არის 15-ის და ეს არის 7-ის. და განსხვავება, მაგრამ რო შეხედავ იტყვი რომ აი მაგრა გვანა. დისტანციურად თუ გრძნობთ ერთმანეთს, არა? აი მაგალითად რაღაცის თქმა მინდა. შეიძლება ეს მარტო სიტყვა არ იყოს და მთელი წინადადება იყოს. შეიძლება ზუსტად ერთი წამით ადრე დამასწროს სალიკო და იგივე წინადადება თქვას. ან მეორე მომენტი არის და ვეთახმები სხვა ტყუპებსაც, ბევრ ტყუპებს ვთქვამთ ჩემთვის, რომ არის ეგეთი რაღაცა, რომ რაღაცა მოვდივარ მე ჩემთვის და ვღიღინებ რაღაც მელოდიას. გულში და არა ხმამაღლა. ზუსტად იმეოს ღიღინებს იმ მომენტში ტყუპის სალი. ხანდახან ისე ხშირად ვიფიქრე რომ აი ხო ვარ ტყუპები და რამდენი კაი ამბავი გადაგხვდენია თავს. მესამე ტყუპის სალი რო გყავდეს, ეხ ჩვენაერი კიდე მესამე, უი, წავლეკავდით ქვეყნიერებას. უყურე?
უყურეშენ ნებისმიერ ადამიანს მოეწონება ალბათ რომ ტყუპის ცალი ყავდეს, ეს თავისთავად ეგრეა. რა კარგად თქვა ნახე როგორ ეხლა აი ესეთი კოტეს ხასიათი ზამიკო დავხატეთ. და ჩვენი კოტეს ტყუპისალი მზად კოტეს არის ტყუპისალი ძარი. მზად არის რა დავარქვათ? კაკო დავარქვათ. კაკო კოტეს უხდება. კოტე მოგწონს კაკო? აჰა შეხედეთ მოიწო ცხვირი გავს გავს თვალები გავს ესე იგი გავს ჩვენი სტუმრები იყვნენ ძმები, ტყუპები, სულაკაურები. გმადლობ სტუმრობისთვის